ფენომენი იყო ჩემი საჯილდაო ქვა. კი ბატონო. ჯერ კიდევ 1990 წელს კი. გამოვეცე პირველი ნომერი და რატომ გამოვეცი ეს? ამ ნომრის გამოცემამდე 6 თვით ადრე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ ჩაატარა დახურული სხდომა, პრეზიდიუმის დახურული სხდომა, რომელსაც ესწრებოდა 24 აკადემიკოსი. და იქ უნდათ დავალება მაშინდელი ცეკასგან, 60 მდივნისგან ჰქონდათ ესეთი, რომ გაეფარჩაკებინათ ბატონი გობეჩია. ბოდიში ხარ ასე ვთქვი. მაგრამ გაეფარჩაკებინა, რომ აი სისულელებს დაძდებს და ისეთმა უწყება, როგორც არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და მაშინ მეცნიერებათა აკადემია მართლა აკადემიობდა. არც ეხლა ნაკლები, მაგრამ ეხლა მენეჯმენტი არის კაი არ მით. 24 აკადემიკოსიდან მახსოვს მიცხონოს ღმერთმა მათი სული, ეს იყო აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე და აკადემიკოსი რაფაელ დვალი. კი ბატონო. თუ მეორე იყო მახსოვს, მაგრამ უყურე ორი აკადემიკოსი იყო, რომელიც ეხლაც მახსოვს იმ გაშლის სუფრაზე კაკაოს სვამდნენ და პეჩენიას ამცხრებს. ერთხელ და ესეთი დაღმეჭილის კონდა ცახენა. აი მოცლია ეხლა აკადემიას რომ ფრინავ თებშების თემას განიხილავს ვიღაცა გობეჭიას ნაბოდვარს რა. სერიოზულად არ აღიქვა. არ აღიქონდეს მე არ დავკონკრეტებ გიგლა კი გითხარი რომ იყო მართლა აკადემიკოსი უჭკვიანესი ადამიანი ასტრონომი გამიმართლა და მასთან ინტერვიუ მომიხდა მაგ პერიოდში როცა ჩემმა მეგობარმაც კი დაინახა ვაკეში და მეც არ მჯეროდა ხა დიდად მაგრამ ახლა ჯერა არ ჯერა ვერაფერს იტყვი ახლა ჟურნალისტი ფაქტი არის ფაქტი მეცნიერი ხომ აიც ვარ არა და ესე იგი სანამ არ გაქვს არგუმენტი ანიქეთ ანაკეთ ვერც უარყოფ ვერც ამტკიცებ ამიტომ მივდივარ აკადემიკოსთან მეცნიერთან და ერთ-ერთი კითხვა ჩემთვის ძალიან საინტერესო ეს აი რა აზრის ხართ ამ ოცხო პლანეტელად წოდებულ ეგრეთ წოდებულ შეუცნობელ ამ სასაცილოდ არ იყო მსგავსი არაფერი არ არსებობს მეცნიერება ახლა არ მინდა რომ თქვა როგორ არ მახსოვს არაჩვეულება დიდი ავტორიტეტი და მართლაც დიდი მეცნიერი მე მაინც მგონია რომ რაღაც პოლიტიკა იყო ასაკები მესმის მაგრამ მოდი ახლა მე ისევე ფიზიკოსების წერიდან გაგცემ პასუხს ნილს ბორი წერდა ნილს ბორი კი ნილს ბორი იყო საქართველოში იყო სხვათა ვინც ატომის გახრის მეგობრობდა ჩვენს ფიზიკოსებს ეს ისე მთვარეს უყებსო რა ანუ კარგია სირცხვილია მე არ გახდა აკადემიის ანუ არის რაღაცები ჩემი პრინციპი ჩემოდეანა მეცნიერებაში და აი ამ ნოვატორებთან ურთიერთობაში ყოველთვის არის რა ნუ დაამთავრებს სამყაროს იქ სადაც შენი გონებრივი საწიერი მთავრდება სამყარო იმის იქითაც მიდის ეს ახლა ევგენი ხარაძე იქნებოდა ეს თუ რა გვარია ეს ალბერტ თავხელიძე ამას მნიშვნელობა არ აქვს და სწორედ ალბერტ თავხელიძე იყო თავმჯდომარე მაშინ პრეზიდენტი მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკოსი თანადან ახლა იქ მიჭებოდა ესე რა თქმა უნდა მე როგორც ავტორს არ მიშვებენ დარბაზში მაგრამ შევიპარე თალეშონია და ეს მისი ბიჭები იქ იყვნენ და მოხსენება გააკეთა ცოცხალი ეხლა ღმერთმა თითანს ხაცოცხალს ბატონი ერეკლე გამხარველიძე აკადემიკოსი ერთ-ერთი აი ნათელი გონება ქართულ მეცნიერებაში. მან გააკეთა მოხსენება დაახლოებით 2 საათნახევრიანი გადაის იყო ეს მოხსენება, ეს ჩანაწერი, აუდიო ჩანაწერი ფარულად გაკეთებული დღესაც მაქვს შენახული. გააკეთა ეს მოხსენება და მახსოვს ის 22 აკადემიკოსი რო დაგწინოდნენ, აი ღრანჭი ჰქონდათ ბოდიში ამ გამოთქვეს და მოქცეული გაგებაში რატო? იქ მე ჩვენ გამოვიყვანეთ თალესის ჯგუფმა და ჩვენ გამოვიყვანეთ ის მტკიცებ, მოვიტანეთ ის მტკიცებულებები, იმისი იზოტოპების ინსტიტუტში აღებული თვითმხილველები, რომლებმაც საკუთარი თვალით უყურეს, მაგალითად სვეტიცხოვლის და ცხაჯერ დამიწერია ამაზე და მაქვს პუბლიკაციები, სვეტიცხოვლის ეზოში ეს ობიექტი მფრინავ როგორ გაჩერდა და მე სიჩქარე შეცვალა და ჭახანი ხა ობიექტი დაორთქლილი, რომელიც 100 მეტრის სიმაღლეზეა დაახლოებით გაჩერებული და ილუმინატორს ხედავს დაახლოებით 10 კაცი თავისი ექიმები, თავისი ვიღაცებით, აი ეს ფაქტი როგორ გინდა დამალო, ხო? მე ეს მაშინ ახსნებდნენ სხვა მაგაშია ზუსტად პრობლემა. მე ეს ის წავიდა ზედაძენის ხისგან და იქ რაღაცა სიჩქარე შეცვალა, ნუ პირობითად ვამბობ, რაღაცა მოხდა, ჭახანი გაადინა და იმ ჭახანის შედეგად, აი ნახეთ როგორ მოხდა, აი თითები რო გამოგშირო ეხლა მე ასე, აი ხეები ესე გამოგშირა და ესე დატოვა რა. აი ეს აქცია, ეს დატოვა, ეს ანუ გონი მოქმედებს, კაცო. გონი რაღაცა გადაწყვეტილებას ღებულობს მოქმედებს. აი იმ
მაშინ დღეში ჩვენ ვიყავით ბატონ თალისის ჯგუფთან ერთად ასულები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, საინტერესო ხალხი ყავდა, საინტერესო მეც ვახტი როგორც ჟურნალისტი გამომძებელი ამ კუთხით და ის ფაქტები მოვიგდა ის ანათალი ხეების წაქცეულ ხეებს ესე რომ იყო აი წაწვენილი ხეები მეცნიერება როგორ ხსნიდა ამას ქარბორბალა დატრიალდი მე ქარბორბალა ანაკ დაარტყამს მერაკი დაარტყამს იგი და მიმას წესრიგი არ გააჩნია ქარბორბალა ხო ესე არ აკეთებს ესეთი სიმეტრია გაეკეთებ და გაეჩეხატყი არა და ყველა ხის ზედაპირი მერქანი იყო დაფარული აი შავი იკრის მარცვლები რო არის ეგეთი ფენი ხიზილალისნაირი მე ეს ხიზილალი ჩვენ ავხიქეთ არ ვიცი შეიძლება საშიშიც იყო და ასე იგი მაშინ 1999 წელს ეს აკრეფილი 88-ში ეს აკრეფილი კოლების პერიოდში აკრეფილი ეს ყველაფერი მე მქონდა შენახული 2007 წლის 10 აგვისტომდე ვიდრე სააკაშვილის რეჟიმმა აღკომიდან და იმ გამომცემლობა სამშობლო შენობიდან არ გამოყარა ესე ჯალათურად ეს აი დაიკარგა კაცმა არ იცის ეხლა ამის ანალიზი გავაკეთეთ იზოტოპების ინსტიტუტში და მენდელეევის პერიოდულ სისტემაში თითქმის ყველა ელემენტი შედიოდა და კიდე იყო რაღაცები უცნობები ეს დასკვნა არსებობს მე გამოქვეყნებული მე და ეს ქონდა დაწერილი იმ პუბლიკაციებში რომლის გამოც მოახდინეს იქ შემდეგ იყო ერთი კონტაქტორი მაშინ ესე წერდი ინიციალები და არც ახლა მისი თანხმობა არ მაგდა აი ჭრილობა მიაყენეს ნუ გაუჭრეს სახელი რაღაცა კონტაქტის დროს მესამე მეოთხე ტიპის კონტაქტს ეძახიან ამას უშუალო კონტაქტის დროს გაუჭრეს ეს ტიპი ხელი და ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეს გაჭრილი და ну ხორცი რაფერი შეიძლება იყოს ჭიისფერი ხო ხორცისფერი კი ხორცის წვანი შეიძლება იყოს ამაჭრილობა ხელი ხო გაგვიჭრია კაცო არა მას ჰქონდა წვანი ჭრილობა ეს ნახა ექიმების დაახლოებით 7-8 ექიმა მედიცინის დოქტორმა კანდიდატმა და ასე შემდეგ და ეს ყველა ეს სამედიცინო პერსონალი ყავდა იქ მოყვანილი ამათაც რომ დადეს ეს მტკიცებულები და არაფერი არ მოგჩვენებიაო მე გაგმინდა ალბერტ თავხელიძემ ხმა და ეხლა ვიტყვი ეს ბევრჯერ მაქვს ნათქვამი ალბერტ თავხელიძე ამ მთელ ღონისძიებას იმ ცეკას დივნისთვის სამებლად იღებდა იმისე მხარზე გადაგასადები რაღაცა კამერით და როგორი კამერი თავიდან ბოლომდე და მივარდა აკადემიკოსი აკადემიის პრეზიდენტი ალბერტ თავხელიძე მივარდა ოპერატორს სასწრაფო წესით ეს მთელი ჩანაწერი გამოგლიჯა ხელიდან და წაართვა და სად წაიღო დღემდე არ ვიცი. ასაულდასავალში მე მაქვს ინტერვიუ დაბეჭდილი ამასთან დაკავშირებით და გამიცხადებია და ის უნიკალური რა ქვია ამას კასეტა იქნება არსებობდეს სადმე და თქვენი ეთერით ისევ ვისარგებლებ და მივმართავ იმათ ვინც აკადემიკოს ალბერტ თავხელიძეს იმ პერიოდში გვერდით ახდენ. იქნებ სადმე იყოს ეს კასეტა რომელსაც უკვე ისტორიული მნიშვნელობა აქვს და რომელთაც დამტკიცდა რომ ესე არ იყო საქმე. ეხლა ნახეთ ფრინავი თევშების და ეგრეთ წოდებული დედამიწის გარე ცივილიზაციების პრობლემა ჩემოდიან აღიარა მსოფლიომ 2000 ამერიკამ აღიარა სენატმა 2022 წლის 18 ივლისს. 2022 წლის 18 ივლისს და გაცხადდეს მსოფლიოში ახლა აღარავის აღარ უყურს. მაგრამ მე როდის წერდი ამაზე 1980-იანი წლების დასაწყისში. კი ბატონო. ესე სადღაც წინ ვართ ხო? დამცინოდნენ მაშინ რა თქმა უნდა როგორც წესი ახლა კი არიან მოგმულები და რაღაც. უფრო მეტიც მე ისეთი მასალები დამიგროვდა მარტო ამ მიმართულებით საქართველოსთან ფრინავი თევშები მართლა უნიკალური ციგნი მაქვს გამზადებული. უნიკალური დოკუმენტაციით და მასალები და აშენებით. მსგავსი რო არსად არ ყოფილა იგივე ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ მისი ენერგეტიკული პოტენციალის და ის ცნობილი მარშრუტები რომელიც ამათ აქვს ამ დედამიწის გარე ცივილიზაციის ობიექტი ისა ფრინავ ობიექტებს გამოუცნობ ფრინავ ობიექტებს ეს ძალიან საინტერესო ობიექტებია და ეგრე ხელსამსაკრავი ნამდვილად არ ირჩევენ ალბათ ამ მარშრუტებს აი ამ იმისი მერე თალეშონიას ამ ანომალიური მოვლენების შემსწავლელ კომისიას ასპარეზი გაუფართოვდა იქ აკადემიაში ფართი დაუმატეს რაღაცები გამოყვეს და ასე შემდეგ ეს მოხდა ჩემი ასე ვთქვათ ორგანიზატორული მუშაობის შედეგად და იმით რომ ეს ფაქტი გავიდა და ასე შემდეგ. ნუ ეს ერთი მიმართულება იყო ფენომენში. რა სწავლობდა ფენომენი? ფენომენი ყოველთვის სწავლობდა ფსიქიკისთვის ჯერ კიდევ შეუსწავლდა მეცნიერულად შეუსწავლელ თეორიებს და მე ამ ჟურნალში მუშაობა მომცა უდიდესი ბედნიერება მქონოდა ურთიერთობა ჯუნა დავითაშვილთან, ლეგენდარულ ვანგასთან და ერთადერთი ჟურნალისტი ვარ მისი 55 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე
რომელმაც ჟურნალისტი მიიწვია თავისთან და ეს გახდით მე ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი ამასაც. ეს ხდებოდა 1993 წლის 1 სექტემბერს მე უნდა ყოფილიყავი მასთან და კაცმა არც ის რა ქონდა სათქმელი მას ჩემთვის, მაგრამ იმის გამო რომ $500-დან $800-მდე ვერ ვიშოვე, მაშინ ეს დიდი ფული იყო, ვერ წავედი. ანუ რომ შევარდნაძის ორი თანაშემწე ჩავაყენე საქმის კურსში. მე იმისთვის არ მივდივარ, რომ ჩემი პირადი ვთხოვო მას რამე მეთქი. თვითონ მეძახის და დამეხმარეთ, რომ ან თურქეთით გამიყვანოთ და რაღაცა კენით მეთქი. შეპირდნენ, რომ ვასილ ლოთქიფანიძესთან დააყენებდნენ საკითხს, მაგრამ ერთი ახლა ცოცხალია ცოტნე ალბუთაშვილი ჩვენი მეგობარი ახკომელი და ვენაცვალი მაგას ხო მითხრა რომ შევგვიტით და უთხარით რომ ახლა ცოტას მეტი არ შეეძლო და მეორე იყო თემურ მერიანაშვილი. და სხვადასხვა რო ვერ ჩავედი ეს ვანგას ძალიან ეწყინა და მე 2001 წლის 3 მაისს რატომ ახსოვს ახლა ეს დღე ძალიან კარგად საქართველოში ნონა გაფრინდაშვილი 60 წლის თავზე ჩამოვიდა კირსანი ლუმჟინოვი ფიდეს პრეზიდენტი, ცნობილი მილიარდერი და ყალმუხეთის პრეზიდენტი და ეს იყო მე მასთან ინტერვიუ ჩავწერე აეროპორტში, იქ ზურაბ აზმაიშ-ფარაშვილი და სხვები დამეხმარნენ მაშინ და ჩვენ არ გველაპარაკია ჭადრაკს, ისე უნდა რომ მე ჭადრაკს დავუწყებ საუბარს. სინამდვილეში ველაპარაკებოდი, იმიტომ რომ ვანგა მას საკუთარ შვილად მიიჩნევდა, შვილობილად ყავდა პრაქტიკულად და ვისაუბრეთ ამ საოცრად 45 წუთი დააგვიანა თვითფრინავით გაფრენა, საკუთარ თვითფრინავით იყო ჩამოსული გაფრენა. აი ესეთი ურთიერთობა აღიარა რა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭის რა გადაჭყდა ვანგას რჩევის შემდეგ და მისი რჩევების გარეშე ნაბის არ დგამდა ასე. მიყვრით ხო? ანუ ვანგასთან მქონდა ურთიერთობა ჯუნა ვთქვი, ავთანდილ ლომსაძე, სოფლიოს საუკეთესო ათეულში შემავალი ტელეპათი. სასწაულები შეეძლო ეკეთებინა. ისი ძალიან უცნაურ გარემოებაში და ვითარებაში აღესრულა და სხვები არ მიდიხარ აქეთ. მაგული გორდელაძე, რომელიც მათ ადამიანს ეხლა ცოცხალია ეს პიროვნება, დათოშონია შემიძლია დავასახელო, გულირიფშის განათლების განყოფილების ინსტრუქტორი თუ გამგის მოადგილე, რომელსაც რაღაცა შემთხვევის გამო თითი მოაჭრეს აქ. აი ეს მოჭრილი თითი ერთგან მიუკერეს მიხაილოვის სამთავროში დანეკროს და დარიანთან და მეორეში აი საუნივერსიტეტო ისტორიული კლინიკა იმაში უზნაძის ქუჩაზე აი ერთ-ერთმა ქირურგმა ჭუბაბრია მოაჭრა მე შეხვდე მე ამ ქირურგს და ვკითხე ხარ შეიძლება ეს რაღაცა გაზრდილი მეთქე და მე ჩაგვდო ჟურნალისტები მიწაში და მე კინახა ეს თითი და კითხავს და ოდიში და აი თითი აი სასწაული ესეთი სათაურით რომ დაუბეჭდა ფენომენში წერილი მე ეს გერმანულად ითარგმნა და მაგული ქალბატონმა მაგული ერთ-ერთმა უდიდესმა ექსტრასენსმა სოფლიოს მასშტაბით აიღო იმაში რა ქვია გერმანიაში და გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში კლინიკის სერიოზული დეპარტამენტის უფროსი იყო წლების მანძილზე. აი ესე ვკარგავთ ჩვენ. აი ქალბატონ ლიდასაც ახლა ავსტრიაში იკაჩებია. აი ესე დავუკარგავთ აი ამ ფენომენებს, აი ამ კორნალებს, ამ ზე განათლებულ ადამიანებს, მონაცემებს მქონე ადამიანებს. არასოდეს არ აფასებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვაფასებდით და მივდივართ, ანუ ჩვენ ვცდილობდით საზოგადოებისთვის აგვეხსნა რომ შეუწყოს ხელი ის არა. სპაშორისებს და აი გაგაცინებ ახლა ერთხელ აი ეს რაღაც ამდენიმე წლის წინ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი დამეტაკა იმაში სოციალურ ქსელში და ნუ რაღაცები და როცა ჩემთან არგუმენტები არ იყო ეგეთნაირად გამკენწლა კადიო რა შენ რა უნდა გელაპარაკო პროფესორ კაცო იმის მფრინავთებს გჯერა მე გავეცი პასუხი და დავამთავრე მაგით. გაერო, მე ვთხარი, გაეროს რომ მისტერი საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორია, ზუზუმბოზო არ გაწმენდი ხარ, მე ვთხარ. ზუზუმბოდან არის სხვათა შორის. თორე ხა ვიტყვი ვარსაც რა. და თუ უნდა სადაც გავხარდება, იქ შევხვდები რა. ჩუნგი ერთი რა. გაეროს იხსენიებს ყველგან, ხო? საერთაშორისო გაერო არის რა. გაეროში 1978 წლის 30 ნოემბერში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ამ უფოს სწავლობს. შენ ეს არ უნდა იცოდე და მე დამცინე ამეთი. რატო გაეროს არ დასცინის? ჩემო კარგო ეხა უცნაური ის არის რომ აი ხო დასცინოდა მთელი საბჭოთა პრავდა და იზვესტი ამ ყველაფერს სტალინის და ბერიას უშუალოდ ბრძანებით საქართველოს მოსკოვში 1930-იან წლებში არსებობდა პროფესორ ბერნიცკი თუ ბარნიცკის კვარი შეიძლება მეშლება რაღაცა ამ დაგვარია ლაბორატორია ალექსანდრ
ბარნიცკის ლაბორატორია, სადაც მუშაობდა მოადგილედ გლებ ბბოკია, გვარად, ქართველი, თბილისელი, მაგრამ ისე გაქრა მისი კვალი, რომ კაცურმა არ იცის. როცა 40-იან ისაკი 30-იან წლებში რაღაცა ესეთი მიდიოდა, იქ ეს კვლევები მიმდინარეობდა, თქვათ, მაგალითად იმაში რა ქვია, ციმბირის რომელიღაცა ტომი კოლექტიურ გიპნოზს როგორ ექვემდებარებოდა 2 საათიანი მოწყვეტი რაღაცა მუსიკალური და სიტყვიერი კონტაქტის შემდეგ და მთელი 500-1000 კაციანი ტომი, ხო, მთელი შემადგენლობა, რასაც ეტყოდი იმას აკეთებდა. აი ეს დაბეჭდეს ჯერ კიდევ ლენინის დროს ისტორიჩისკი ვერტიკალი, ეგეთ ჟურნალი გამოდიოდა საქართველოში, იქ დაბეჭდეს და იქიდან მოკიდეს ამ იმას ხელი ამ ალექსანდრ ბარჩენკო გამახსენდა ახლა ალექსანდრ ბარჩენკოს ლენინგრადელი ისტორიკოს პროფესორი იყო ეს კაცი, მოკიდეს ხელი, გააკეთებინეს ეს ლაბორატორია და გააკეთეს ყველაფერი აბსოლუტურად ამის შესასწავლად. და გითხარით ქართული კაციც მუშაობდა. როცა ამერიკაში აი ხიროსიმას და ნაგასაკის რო დაარტყეს, ხო, და იმის შემდეგ 1947 წლის 30 ივნისს ცაში ამერიკელმა კაპიტანმა მფრინავმა კენეტ არნოლდმა დაინახა ესკადრილია მფრინავი თებშების უცნობი, ხო, რომელიც სასწაულებს აკეთებდნენ და ეს მიწაზე მოახსენა ხელისუფლებას. საბჭოთა პრავდა და იზუსტიამ დაცინვა დაუწყო ამას. სტალინმა შეკრიბა უშუალო და მიიყვანეს კოროლიოვი, თოფჩიევი, კელდიში და კიდე ერთი მეცნიერი, კურჩატოვი მეგონი, ეს 4 მეცნიერი. ეს მე კოროლიოვის მოგონებებში ვარ წაკითხული და მიიყვანეს და ამუშავეს ამ თემებზე. სტალინმა ნახეთ რა იეჭვა, როცა ყველა დასცინოდა ამ თემს, სტალინმა აი ნახეთ მისი გენია საიდან მოდის კიდე. იეჭვა რომ ხომ არ არის ეს ამერიკელთა ახალი იარაღი? კი. და არა ისა თებშები. და 4-ის პასუხი რო დაემთხვა ერთმანეთს, იმ წლიდანვე საბჭოთა კავშირში დახურულად არსებობდა ლაბორატორია, რომელიც ფრინავი თებშების პრობლემას იკვლევდა. აქ ვიღაცა ზუზუმბოს პროფესორი დაცინის ამ თემას დღეს კაცო 21 საუკუნეში რა. ასეთი თემები მქონდა ფენომენში, ასე რომ წყდება გული რომ შეწყდა მისი, შეფერხდა მისი გამოცემა კოვიდის პერიოდში, ისე კოვიდსაც ვამხელდით თავიდან ბოლომდე, მაგრამ ინგისმინა. ახლა ხო გამჟღავნდა ყველაფერი. კი, ხო გამჟღავნდა ყველაფერი, მაგრამ ჩვენაც ცოტა ადრე ვიცოდით. ანუ ამერიკამ თუ იცოდა და ვთქვათ, გამჟღავნა 2022 წელს, გიგლაგოვიჩი ამ თემებზე წერდა 1980-იან წლების დასაწყისში. ამდენი ხანია გასული. ძალიან ხარ გავიცოთ. არა, რას ამბობ და მაინც მინდა რომ გავიხსენოთ ლეგენდარული მერაბ ბერძენიშვილი. ხო, ისიც ამ თემას უკავშირდება. კი ბატონო, გამინათროს მისი სული. რა ის ჩვენი ძვირფასი. ერთ მშვენიერ დღეს მკითხულობ ინტერვიუს, რომ ბატონი ქვია მერაბ ბერძენიშვილი ამბობს, რომ კაცო მე ჩემი თვალი დავინახე ეს რაღაცა მხატურის თვალი მაინც სხვა. იმ წუთას რომ რა თქმა უნდა ტელეფონი მქონდა დაურეგე და იქ ხა მერაბ ბერძენიშვილის ის რო არის, იქ ვეწვიე და იმ წუთას მომცანე ვართვა, მივედი, ვეწვი დიდხანს ვისაუბრეთ და მომიყვა ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა ეს მისი ჩანაწერი გამოქვეყნებული მაქვს ფენომენში, ჟურნალ ფენომენში, მაგრამ ნახეთ ჟურნალისტური ხრიკი. მე ვთხარი ბატონო მე ხა ხო ვიცი როგორი დატვირთული, როგორ შემოკადროთ, მაგრამ რა მხატვრის თვალი დანახული მაინც ხო არის, მე ვთხარი იქნება ორი ჩემს თვალწინ ორი ასეთი დიდი ტილო იქვე დამიხატა და მომცა. აი ეს უზარმაზარი. ანუ როგორი იყო მფრინავი თებში მერაბ ბერძენიშვილის აგარაკის გადასახედიდან გაჩერებული სივრცეში, გაჩერებულზეა საუბარი. და როგორი რო დაიძრა, როგორი კვალი დატოვა და გავიდა, ეს ორივე შენახული მაქვს, რა თქმა უნდა, ჩემს არქივში. ძალიან საინტერესო მithumetes მერაბ ბერძენიშვილი. და მე შერო დავკრა თქმა უნდა. მომაყოლა ესენი ყველაფერი. ცხონებული ივერ ფრანკიშვილი საქართველოში ისე არ ჩამოვიდა, ჩვენ 2-3 საათიანი საუბრები არ გქონდა. და უფრო მეც გეტყვი. 2006 წლის 15 მაისის შემდეგ მეწვეული ვიყავი მის ლაბორატორიაში და ჩვენ იქ უნდა ჩაგვეტარებინა უდიდესი ექსპერიმენტი, კერძოდ გარდასული დიდი სულებთან დაკონტაქტება, სუბსტანციებთან, მეცნიერულად რო ვთქვათ, და ჩვენ მივიღებდით ყველა შეკითხვაზე პასუხს. გარდა ერთი შეკითხვისა, რა ხდება იმ მიღმა სამყაროში. ყველა კლინიკურ სიკვდილ გამოსულ კლინიკური სიკვდილიდან გამოსულ ადამიანს ეს მომენტი ემართება.
მათ შორის იყო აკადემიკოსი ივანე ფროლოვი, რომ სასწაულები დაწერა, ეხლა გენერალი არის ლევნიცი, იმანა სასწაულები დაწერა, უცხოეთში ცნობილი ფაქტებია ეს ყველაფერი. ანუ მიღმიერი სამყაროსთან ურთიერთობა და კონტაქტი შესაძლებელია და ჩვენ მე უნდა მიმეღო მაშინ პასუხი აი ეცეთ რამე ხა ბატონმა ივერემ რომ თუ მკვლელი ხდება მოკლულის თვალის არეალში და მან იცის ვინ ესროლა ვინ რაღაცა გააკეთა ჩაიდინეს ის ყველა კითხვაზე გცემს პასუხს და ეხა ხო ხვდებით მე რის საკითხად მივდიოდი იქ და რა უნდა გამომიძებინა ის გამოძიება უნდა დამემთავრებინა რომელსაც 30 წელია ვაწარმოებ თუმცა ბატონმა ივერი მომიგო რომ მას ეს ექსპერიმენტი ჩემამდე ჰქონდა იქ ჩატარებული და 3000 გარდასულ პიროვნებას ერითი დაიღუპნენ როგორ დაიღუპნენ ნაპოლეონიდან დაწყებული ივანე ხანეთი და სხვები დამთავრებულია მათ შორის ჩვენი პრეზიდენტი მას ამის პასუხები ჰქონდა მაგრამ 15 მაისის მერე უნდა ჩავსულიყავი და 2006 წლის 28 თებერვალს ის იმ კლინიკაში გარდაიცვალა ჩემის ხორმაცმენით და პასუხი არ ვიცი. არავის არ უგია პასუხი ეს დააბრალეს ექთანის შეცდომას, ანუ ექიმთან შეუთანხმებლად ორი ინიექცია გაუკეთა ინსულინის და ადგილზე გაათავა ამ ხელა ბუმბერას სამყაროს 23 საუკუნის მოაზროვნე და მეცნიერი. აი ესეთ კაცი დაუკარგეთ და აქ ხურბალი შეეძინა თუ სიფასი და ნიშნავდა. ექთანს რატო გააკეთა? ნუ ეხა კითხა რა, კი რა აზრი ქონდა მე მოკითხოს. მაგრამ დააბრალეს ექთანის დაგინდებოდა ის მაინც რა. ასე რომ ბატონო იურისტის ეს ეხლაც მაგალითად მაგ ადამიანთან ურთიერთობა რომელსაც საკუთარი თვალით 85 წლის პროფესორია ზარმაზარი ვინმეა რა აი უდიდესი ვინმეა და მე ამბო სად ნახა და როგორ ნახა რა ვითარებაში ერთ-ერთ სპეცი ინსტიტუტში იქვე მას ფრინავითებში აპარატი on გაბზარულ მდგომარეობაში და რა არის როგორ ხდება მათი გამოსვლა და ასე შემდეგ ასე ეს თემა ძალიან ახლოს არის მაშინაც რეალობასთან და ყოველთვის რეალობა იყო როცა ამას ჩვენი წინაპრებიც ხედავდნენ შორეულ წარსულში ოღონდ ყველა ვერ ხედავს რა თქმა უნდა ჩემო კარგო აი ასეთი კითხვა მაინც რა ვიცი ჩდება თავის თავად თალეშონია ჯუნა დავითაშვილია თანდილომსაძე მიხეილ ცაგარელი თქვენ მათ შორის კი ბატონო მათი შემფასებელი კი ბატონო ძალიან მნიშვნელოვანი როლია და შეგრძნება რომ არ კონდეთ რწმენა ვერ შემფასებლად ფაქტები ჩემთვის არის მთავარი და მე მაინტერესებს ფაქტი მისი უდიდესობა ფაქტი ჩვენი ამოსავალი წესარი და სულ არ მაინტერესებს გავრცელებული შეხედულება მას იდიოტებს რა დალევს კაცო მე ფაქტს აღწერ ამიხსენი რა ყველა შემთხვევაში დღეს არა ხვალ გაიხსნება მე რა მინდა კითხოთ ხომ არ არის უკვე შესაძლებელი კი არა დროული ქართული პარაფსიქოლოგიის სკოლაზე მე თუ მკითხავ დაგვიანებულიც არის კი აი როგორც ქართული ქვია ფსიქოლოგიის სკოლა ქართული მათემატიკის სკოლა და ასე შემდეგ არის ჩამოყალიბებული თავისუფლად შეიძლება ქართული პარაფსიქოლოგიის სკოლაზე საუბარი შექმნაზე და ჩვენ ყავს უნიკალური ხალხი ამ მიმართულებით. აი მარტო მაგალითად ახლა არ დამისახელებია, მაგრამ მე დიდხანს ვიკვლევდი ბატონი გიორგი კენჭაძის ფენომენს. გიორგი კენჭაძე, რომელმაც ფსიქოტრონიკის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში ძალიან დიდი აჟიოტაჟი და ბუმის გამოიწვია იმ დონეზე, რომ მან რა ქვია სუსლოვი როცა იყო სუსლოვი არა კაცო ვინ იყო სუსლოვი აკტრისა იყო სეკას მდივანი კგბ-ს თავმჯდომარე რო იყო მე ანდროპოვმა დაიბარა პირადად ოთახში და მე დააჯილდოვა რაღაცა სერიოზული ჯილდო და იმიტომ რომ ამ რო აუხსნა ეს რეალურად და იქ ჩაუტარა მაგალითი მე მახსოვს და მინახავ ჩემი თვალით 70-იანი წლების ბოლოს 80-იანი წლების დასაწყისში და მაშინ ვაშილი ჯვარში მის საცხოვრებელ სახლთან რიგზე და ეს არაფერს აკეთე რიგზე გაატარებდა თავზე ხელს ასე და ჯამთადებოდა ხალხი და მიდიოდა აი ესეთი ჩვენი ერთი კოლეგაც იყო კარგა ხანს დაკავებული მაგ საქმეს და სულ მაინტერესებს რამდენად ბიოტენები ხდება ის ცოტა სხვა თემაა ნუ რა თქმა უნდა უღიმილოთ მაგ თემას ვერ შეხედავ და თორემ ეხა მე ვინ დამასწრებდა რამის გამოკვლევას
ჩემო კარგო და ბოლოს განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს საქართველოს საინჟინრო აკადემიასთან თქვენი დაკავშირება. უამრავ სფეროთაგან, სადაც საქმიანობთ, ეს რადიკალურად განსხვავებული ჩანს და საიდან მოხდით ამ ბრჭყალებში გაუგებრობაში, ჩემთვის ცოტა ისეთ გამოცანა ძალიან მაინტერესებს მე პირადად და როგორც ჩვენს მაყურებელს. თეთრი ყვავი ვარ იმ საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, იქ საინჟინრო საზოგადოებაა და მე ჟურნალისტი, პროფესიონალი მოვხდი ამ აკადემიის ჯერ წევრ-ყორად. დიახ. მაშინ დისერტაციაც არ მქონდა დაცული, მაგრამ რომც მქონდა დაცული, მე ჟურნალისტიკის სფეროში ვიყავი და არა ვთქვათ იმ სფეროში, თუმცა ნახეთ რა ხდება ინფორმაციული ინჟინერინგი და ბიოინფორმაცია არის ერთ-ერთი წამყვანი სფერო ზოგადად ამ სფეროში და ამ მიმართულების განყოფილებაში ვარ წევრი. იქ გაწევრიანება მოხდა ბატონ ივერის უშუალო მოთხოვნით და მე ჩემს ბიოგრაფიაში საამაყო ფურცლად ეწერება რა თქმა უნდა ეს ყველა საფსოს და ყველა მიცის მისი მოთხოვნით მე გავხდი იქ წევრ-ყორი და ნუ მე ახლა წევრი. უზარმაზარი ჩანაფიქრები მქონდა 2007 წლიდან ვარ ამ აკადემიის წევრ-ყორი და ნამდვილი წევრი და რომ არა ბატონი ივერის გარდაცვალება ჩვენ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტები ქონდა ჩაფიქრებული, ეხლაც გვაქვს და ზოგს ვახორციელებთ, ზოგს არა, ოღონდ მომიტევეთ ეს ისეთი ექსპერიმენტია, რომელზე ხმამაღლა საუბარი არ შეიძლება. ერთი შემიძლია ვთქვა მარტო. ნუ ბატონი ივერი მაშინ პირდებოდა რომ აიგივე დარიელ კაპანაძე რო ვახსენე აქ, იმ პერიოდში მე ბატონი დარიელი შევახვედრე ბატონ ივერის იმ დღეს მან მოსკოვში გასაფრენი ბილეთი 9 საათი 15-20 წუთი მოგცა მე 9 საათი და მე 3 საათი 9 გავაგზავნე საუბარი ჩემს თვალწინ დაურეკა იმას რა ქვია მდივანს და ბილეთი დააბრუნებინა უკან გადადო გაფრენა იმიტომ და მითხრა მე ხა ეგ ერთ ტრიკონს რო არ მოუმატებ ხო გჯერა ამას მიცხოვნა სული ღმერთმა მან თქვა რომ მე ტაილანდის ფონდიდან ტაილანდის სამეცნიერო ფონდიდან ერთ-ერთი უდიდესი ფონდი იქიდან ახლობით $1 მილიონ დახმარებაზე იყო ექსპერიმენტის ჩატარების კუთხით საჭირო და მოვიძიებდა გავაკეთებოდა ხო გითხარით მალე მოკლეს ეს ადამიანი და ეხლაც აი რამდენიმე წლის წინ გვინდოდა ამის გაკეთება და ეხლაც ძალაშია ჩვენ მივაგენით ჩემს აი ამ ნოვატორებთან ერთად უნიკალურ შესაძლებლობას ჯერ დავიწყოთ მარტო ბატონ რამაშ ინგლისთან ერთად მინდოდა აკადემიის პროფესორ და საქართველოს მედიცინის ისტორიის მამამთავრის მიხეილ შენგელიას ვაჟთან თვითონაც უწყინვალესი პროფესორია და მედიკოსია და დოქტორი და პროფესორი და მუზეუმის ხალხური მედიცინის მუზეუმის დირექტორი ჩვენ გვინდოდა ჩაგვეტარებინა და ახლაც არ არის გვიან ამის ჩატარება ექსპერიმენტები აი ეს ჯერ კიდევ მანამდე სანამ მასურუ ემოტო იაპონელი მეცნიერი დაადასტურებდა რომ წყალს აქ უძდესი მეხსიერება და იქ მერე მისი საგანგებო აპარატური გადაღების შემთხვევაში ნალოცი წყალი სხვა სტრუქტურას იღებს, ნაგინები წყალი სხვა სტრუქტურას იღებს, მაგრამ არავის არ უცდია მსოფლიოში თქვა ეს იდეა. სალმონებით ზემოქმედება წყალს. და რას მივიღებთ? იმ წყალში მე კიდე რაღაცა დამატებითი ელემენტი შემოვიტანე. წყალი შეიძლება იყოს მკვდარი და შეიძლება იყოს ცოცხალი. ერთი სხვა შედეგს გვაჩვენებს, მეორე სხვა შედეგს. ხო ხვდებით საერთოდ მკავშირდება. ეს ერთი თემა მეორე თემა რომელთანაც გქონდა შეხება ეს არის აი თქვათ მაგალითად საქონელი დაკლეს ხო და შედედა ნუ დაკლულ საქონელში რამდენიმე ხნის შემდეგ სისხლი შედედება და ის კოლტია ხო კოლტზე გარკვეული სიხშირით ზემოქმედება და ჩვენ ვღებულობთ სისხლს ჩვეულებრივს ეს იძლევა ძალიან საინტერესო შედეგისკენ ნაბიჯის გადადგმის საშუალებას, მაგრამ ეხლა ეს აქ თქვა დიდი ბოდიში იმდენი არიან ჩაზაფრებულები წაიღო. ანუ ისეთ ხმა მინდა. ხო, ამიტომ ბოდიში მოვხდი, იქ არის ძალიან საინტერესო მიმართულება. და საინჟინრო აკადემიას ეხლა ხელმძღვანელობს ბატონი ივერის შვილი აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, ოფწინვალესი აზროვნე და პიროვნება და ჩვენ მასთან ერთად გვაქვს რაღაც დახურული სამეცნიერო ექსპერიმენტები და ამის შედეგებს საზოგადოება გაიგებს თავის დროზე. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ გიგლა ძალიან მიხარია. ძალიან ბიოენერგო უსაფრთხოება, ბიოენერგო უსაფრთხოებაში აი მყავს ერთი მეცნიერი, რომელიც მუშაობს კვანტურ მედიცინაში და კვანტურ ინფორმატიკაში. ეს რა ხდება იცით რომ მე აქედან საქართველოსდან შესაბამისი უნარის მქონე პირის დახმარებით აი ამ სტუდიიდანვე შეგვიძლია ვიმოქმედოთ
შორეულ დისტანციაზე და ის კვანტი გააკეთებს თავის საქმეს, მაგრამ ეხლა ეს სხვა თემა. დისტანციურად მაგალითად რუსთავიდან აი ერთ-ერთი რაც ჩავატარე ჩვენ რუსთავიდან თბილისში ლითონზე, მყარ ლითონზე ხო, ვთქვათ, როგორც არის ოქრო. მასაც აქვს თავისი სიმკვრივე, მას კვანტური ზემოქმედების შედეგად, კვანტური ინფორმაციის ზემოქმედების შედეგად მივიღეთ 18.4 ერთეულის ნაცვლად პლატინის სიმკვრივე, ანუ ნახევარ გამტარი ლითონი გახდა ზე გამტარი. აქედან შესაძლებლობა ეძლევა მეცნიერებას და მრეწველობას ამ ექსპერიმენტების მოთავების შემდეგ და ჩატარების და დამთავრების და კვლევების დადების შემდეგ შეიძლება და არა და ფაქტია, კვლევა ჩატარდა ფიზიკის ინსტიტუტთან, კვლევა ჩატარდა დელტასთან ერთად, ოღონდ ისინი დააჯდნენ ამ ყველაფერს სადავში და ის პიროვნებაც, აი მე რო გითხარით, ქელი დეგნას რო გაუგზავნო განცხადებული მოკლეს მეთქი, აი პიროვნებაზეა. წავიდა ეს ინფორმაცია, წავიდა. ამ დროს მას შეეძლო დისტანციურად ალუმინისგან ზეგამტარი მიიღო, თქვენ მეხუმრებით. მე ის კაცი შევახვედრე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს მდივანს ნახევარგამტარების მიმართულებით ბატონ გია ჯაფარიძეს. აზრზე ვერ მოვიდა, რასთან ხონდა რა ეს ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი დიახ. მე მას შევგვიდი რომ მოვა შენი დრო და მე შენ პასუხს გაგებინებ ამაზე მეთქი. სამაგიეროდ ნახეთ იგივე იმ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მე ვარ აფილირებული პროფესორი, იქ ბატონი ზურაბ ჩაჩხიანი მოღვაწეობს, ასაკოვანი პროფესორი, ფიზიკოსი, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტია, თანაც უწყინვალეს. მას შევახვედრე ეს კაცი ნახავ და შედეგები ხელი აწია. ანუ არის კატეგორია იმ მეცნიერებებში, რომლებიც აი დარვინის მიხედვით და იმ რასაც იდეოლოგია ჩასახებს, ხო, რომ მაიმუნიდან წამოვიდით ამ აზრზე არიან და არის რომელიც ადამიანის ღვთიურ წარმოშობას აღიარებს და ასე შემდეგ. აქაც პრობლემა გვაქვს რასთან? გონებრივ სიძროსთან, გონების იწორო იარს გონება ზოგიერთის და არ უნდათ ფაქტის აღიარება. და ამ დროს ჩვენ ვცდილობთ რომ ამ აკადემიაში ეგეთი რაღაცები დავუძვეთ. ჩვენი განყოფილება ბიოენერგო ინფორმაციული განყოფილებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ ამ შემთხვევაში. ეს მოკლედ. ეს კითხვა ჩემთვის არასოდეს არავის არ დაუსვა. თითქოს ეს და ამ დროს საქართველოს დიდ მეცნიერებათა აკადემიაზე ნაკლებად ივერი ფრანგიშვილის სახელით ცნობენ მას მსოფლიოში, საინჟინრო აკადემიას გაცილებით მეტი წონა აქვს. ფრანგიშვილის აკადემიას. ოღონდ, ну, რა თქმა უნდა, იმას სახელმწიფო აფინანსებს, ამას არავინ არ აფინანსებს. ამ დროს ხელისუფლებას რო თქვენი კონდეს, ამას დავაფინანსებთ და აქ ისეთი ინოვაციებია. ყველა დარჩი და ყველა მიმართულება ჩვენ სფერო შეიძლება პირი დავაღებინოთ მსოფლიოს, მაგრამ არ უნდა და რა გავაკეთოთ. აი ჩვენი ყბადაღებული ტელევიზია რო იყოს ახლა ეს ჩვენი საწყალი ქართული ტელევიზია და მართალი ტელევიზია ეს გადაცემა საკმარისი იქნებოდა რომ ვიღაც შეწუხებულიყო არა მე დარწმუნებული ვარ ამასაც ყავს რა თქმა უნდა ყავს კი არა ძალიან კარგი გონიერი მაყურებელი ყავს მაგრამ მე სხვა რაღაცას ვამბობ ნახე იმაში აღმოჩნდება ესეთი რომ ამ ინფორმაციას გაიტანს და მე დიდი ეჭვი მაქვს რომ მე დაუწყებენ ნადირობას იმ დასახელებულ პერსონებს ვინც მე ვახსენე უი ანუ სახიბათოც რა იქნება ამ ინფორმაცია არ ეცემა მაგრამ რასა მე კიდე მაინც ოპტიმისტურად უყურებ იქნებ ვიღაცას ჩვენ ზარმაზარი ხალხი მეთქი რომ იგივე ტარიელ კაპანაძე ის თავისი გენერატორი დააპატენტა თურქეთში და ხელზე ქეშად მიიღო $3 მილიონი მაგრამ თურქებმა $1.5 მილიონი იქვე დაატოვებინათ აცი შეიძლება ამის საუბარი ალბათ მაგრამ კაცი რომელსაც მე და ჩემი მეგობრებმა ვდიეთ მთელი 8 წელი იქიდან აი ერთი თეთრი ჩვენ არ მიგვიღია და არც ის ანუ იყო იქ მომენტი როცა ის გადაიყვანეს და აი სწორედ პატრიარქის მოთხოვნის და არათხოვნის მოთხოვნის შედეგად ჩვენის კაცი ჩამოუყვანეთ საქართველოში მაგრამ ისევ არ მიხედავს ამ კაცს ისევ არ მიხედავს მე პროცესმა არაფერი არ ხდება არ უნდა ამ ქვეყნის განვითარება მეტი რა დასკვნა დავაკეთო არ უნდა გინდოდეს შენ ამ ქვეყნის ხარ მე შენი პირადი საქმეა შენი პირადი ბედნიერებაც არის გარდა იმისა რომ ქვეყნის მომავალი კოსმოპოლიტი თაობა მოვიდა ხელისუფლებაში და ეს არის უბედურება ეს არბილად ნათქვა ხო ნუ ხა არც მწვავეს მოვერიდები მაგრამ ხა ჩემო გიკლა ძალიან მინდა რომ რაღაც ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ იმიტომ რომ მე ვარ ოპტიმისტი და მე მინდა რომ ხედავდე გვირაბის ბოლოს აი ხო აი თხოვნაც არის ქვეტექში თხოვნაც დიდი მუხრანის ნათქვამს საქართველოს წაქცევა მისი ნუგონია ნურვისიოლი სული აწვია საქართველოს კავკასიონის და კავკასიონის ადგილია სადაც კანტის და
დანარჩენებს აღარ ვლაპარაკობ, სამყაროს გონი შეიქმნა. ამიტომ ცოტა ფრთხილად ბატონებო, ჩემს საქართველოსთან. ჩვენ საქართველოსთან ჩვენ საქართველოსთან. ცოტა ფრთხილად ჩვენ საქართველოს. ჩვენ ჩვენ სიტყვას აუცილებლად ვიტყვით. ასეთ მომენტებში სულ ამოტივტირდება ხოლმე სულ კურთხეული გურამრჩეული შვილის თხოვნა გაფრთხილება, დამალეთ ეს ქვეყანა. ეხლა ვეღარ დავმალავთ სამწუხაროდ, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ და მეორე დიდი ქართველის ნათქვამ თუ პირველი დიდი ქართველის მოვუაროთ საქართველოს. დიდი პავლე ინგოროყვას ვენაცვალე მისულს უდიდესი მამულიშვილი მოღვაწე, სხვათა შორის ჩვენს მანენა იმედაძეს ჰქონდა არაჩვეულებრივი გადაცემა მასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი პირი. ვანახე ჩვენ სტუდენტებს და სულ მისკდებოდა შიშით, ახლა არ მკითხოს რომელიმე ვინ იყო პაპა არ ვკითხო წარმოიდგინე დავასწარი და ეს და ჩემო კარგო ღმერთმა გაგვიგზავნა ძალიან ხო? გაგვიგზავნა, მაგრამ არა უშავს ორ ნაწილად თქვენინება საინტერესო საუბარი იყოს, თორემ პრობლემა დიდი მადლობა მოწვევისთვის, სტუმრობისთვის. დამასწარით უდიდესი მადლობა ჩემო გიგლა. კარგ საქმეს აკეთებ, მეც მიმიღია მონაწილეობა. აქ იქნება ის კონტენტი, ის ვიდეო კონტენტი, რომელიც პირდაპირ ვეუბნები ჩემს და თქვენს მაყურებელს, რომელიც გონიერ საქართველოს სჭირდება. და რომელიც არა გონიერებს ეგერ ყავთ. კი ბატონო. პრაძვინუტი ტელევიზორი და ბატონო უსმინეთ რამდენიც გაგიხარდებათ რა. და ჩვენი ღეჭეთ ეგ კონტენტი, რასაც ისინი გაწვდიან, არაფერი გაგემართოთ ემანთ. ჩვენი მაყურებელი, რომელიც ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ პატივს ცემს. ინფორმაციული ბულიმი არ დაგემართოთ, ასეთი ტერმინიც არსებობს უკვე. გვინდა ინფორმაციული აგრესია. მე ვეძახი ინფორმაციული აგრესია, ამაზე შემიძლია დავიხატო. ეს ნომერია, საშინელება ინფორმაციული აგრესიაც, ინფორმაციული ბულიმია. ჩვენ გვინდა ინფორმაცია, ინფორმირებული არის, გაფრთხილებული არის, დაცული. ამას ვცდილობ ძალიან მოგრძალებულად, სხვას არაფერს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩემო გიგლა. ყოველთვის ვამაყობ შენით, შენი განსწავლულობით, აი რითი იცით, არ ვიცი ხა არ მინდა ჟარგონი ვახსენო, ცოდნის წადილით, რატო? ქართულადაც გვაქვს შესაძლებელი. საბერძის სკოლა ესევათ. თან შემოუზღუდავი ცოდნის წადილი. სკოლა თქოლეფაზეა უფრო გადასული. არა გვინდა. ჩვენ ცოტა სხვა ისინი გვაქვს. უღრმესი მადლობა, დიდი იმედი მაქვს, რომ აი პირველივე აღმოჩენებისა და წარმატების შემთხვევაში ექსკლუზივი გექნება. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. იქნება ესაც, მაგრამ იქნება თუ ელემენტარული, ახლა გპ-ის პროფესორის ხელფასით მეც და ის ჩემი მეგობრები ამას ვერ ჩავატარებთ, მაგრამ გვაქვს ეს ისა და აი ისე დაიკუხებს ეს ნოვაცია, ისე დაიკუხებს რომ მეტი არ შეიძლება. უფალმაინებს. ეგ უკვე შემონახული ნოვატორი მყავს, რომელსაც ეგრე ადვილად არ ვამხელ, მაგრამ სასწაულთან გვექნება შეხება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი საქართველოს, ჩვენი მამული თუ გადარჩენა უწერია ინტელექტმა და გონებამ უნდა ლაზარეს აღდგენების ფაქტიური ის დაიდება. უნდა გადაარჩინოს. უფალმა გისმინოს. მადლობა. მომავალ ხუთშაბათამდე ჩემო ძვირფასო ერთგულო მაყურებელო. ოღონდ შეხვედრამდე დიდი მადლობა.